წინ გველოდება ტალახები და ჩრდილები. Სვიშა მაგ. გასწორებული კაბოდისთვის ძალიან ძვირი არის 400 ლარია. გზა გასაკარგებად. მოგესალმებით. Hola. ოპა, ჩვენი სანდრო. როგორი განწყობით ხარ დღეს? ბიჭო, კაი, ძალიან კარგად. მიდიოთ პატეთის ტბაზე. ეხა ვართ მარკეტში. ცოტა ტკბილი, ცოტა მჟავე, ცოტა მარილიანი. ჩვენ შემოგვექნე ნია და ბაგრატა. Oh yeah. მომეცია ჩემი მიკროფონი რა. პირველი ქალაქ არის გასვლა სასტრიალო სეზონის შემდეგ. გავსებთ კროსვორდებს. პირველი კითხვა, ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი? ფიფ არილინა ხომს. ო, უიჭელი. თონის უს მარილი თორა ხარ. არ ვარდა. ვერების კარგი ფორფორისა. ჩამოვედით ძამას ხეობაში. ხო ძამას ხეობა. იგი. ბატეთის ტბაზე ავდივარ და გვაქვს ასეთი ჩელენჯი. ყველა ვიღებთ თითო ფოტოს, ბუნებასთან შერწყმული უნდა იყოს. რომელი ფოტოს გაიმარჯვებს, დიდ სნიკერს უყიდით. ძვირი რომს. ეხლა წავედით. ოჰელი რატომ გული რატომ გამიტეხეთ გოგო ხელი რატომ კარი ჩამეფუშა. იმედები ჩამეფუშა. აი გზა ყოფა გზა ორად რა. და ვინც ვართ, როგორი ინტუიცია გვაქვს? ვინ საიტით ესა წავიდეთ. ყოველთვის მარცხნივ. ბაგრატ, შენ რას ფიქრობ? ყოველთვის მარცხ. თქვენ რას ფიქრობთ? გაზა გზა როცა იყოფა, საით უნდა წახვიდე, მარცხნივ თუ მარჯვნივ? მარჯვნივ? შენც მარჯვნივ? რა დილემაა? გზა გასაკარგებად. მე დორჯი ყოფილა რა. კაცისგან არ არის აღმოჩენილი? მე ვიცი საერთოდ უნდა წავიდეთ. აი თქვენ რას ფიქრობთ? შეკშლია? არასდროს მხარს დასუხა? პირველად რა წამოვიდი შემოშალა. და მეორე მხარს რა არის? მეორე მხარეს არის ბორჯომი. ანუ აქეთ არ ვიდივართ. წეგან როგორც ამიკამ გითხრა ამ თემის იქით ბორჯომია. მაშინ მარცხნივ. 2+2 თუ 4-ია. ჩვენ ვიდივართ მარცხნივ. ბაგრატაში ზო კაპოც ეძებს. ბაგრატ რაკენი? კაპოც. აძრე. გავაძრე, მაგრამ გაკეთებული. თუ მართმევს ეს მიკროფონს. გასწორებული კაბოდისთვის ძალიან ძვირი არის 400 ლარია. მართალია. ჩანს. ძალიან ლამაზია. ტბაზე ასასვლელად დაგჭირდა საათნახევარი. ზევით ცოტა ვიპიკნიკეთ, ერთი 7 ჯერ კაპოტის ქოლიც მოვისმინეთ. ეთყობა კრივოში არის დარწმული და მე გასწორებული და ცოტა თხილამურებზეც ვილაპარაკეთ და ბოლოს წამოვედით. შევაფასოთ რა. მე ძალიან გავერთე. როგორ მოგეწონათ? მე ძალიან გავერთე, ძალიან მომწონა. ულამაზესი იყო მართლა. ყველაზე კარგი ის იყო, რომ სიჩუმე იყო და ჩვენ ვიყავით მხოლოდ. და ძალიან ლამაზი გზები გქონდა. და სულად ოსანდრი გითხარი რა 8 სიტყვით. 8 სიტყვით. ნუყრით 8 სიტყვით უნდა გვი. ნაგავს ნუყრით ხალხო. წვიმიან ამინში არ წამოხვიდეთ. არ წამო. ერთი დაგჭა და ორი და ჩვენი გამოგვიწერეთ. Oh, nice. კაია. ნია, შენ რას გვეტყვი, როგორ მოგეწონა? მეც მომეწონა უბრალოდ ცოტა ტალახიანი იყო ესველი. და მერიას თქოთ რომ ის მოაწესრიგოს. ხან ტალახში ჩავარდი, ხან ტალახში ჩავარდი. მაგრამ მე მგონი რომ შემოდგომაზე უფრო ლამაზი არის, იმიტომ რომ ხეები იქნება ძალიან ლამაზი, ნამყოფი შემოდგომაზე და
ჯობია ჩემი ადრე თუ წამხოს გადაწყვეტ. კაპოტზე რა ხდება, ბაგრატ გითხარი. ვეძებთ 2006 წლიანი Toyota Highlander-ი სკაპოტს. საუკეთესო შემთხვევაში უნდა იყოს შავი. რაც შეეხება ტიბეტის ტბას, ვისაც სურს ქალაქიდან ჩავადგინოს გამოსვლა, light hiking-ზე წასვლა, არის საუკეთესო ლოკაცია. ვისაც სიარული გიყვართ, შეგიძლიათ ფეხით ახვიდეთ, არის აგერ დიდი პარკინგი, მანქანით დასაწყობად, ვისაც ფეხით სიარული გეზარება, შეგიძლიათ ზუსტად ტბამდე მიხვიდეთ მანქანით. გამოგვიწერეთ. დაგვაფოლოთ Instagram-ზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მას კარს გაუღებ რა. მანქანა ყავს ძალიან სერიოზული რა. ხო, რაც შეეხება challenge-ს, ფოტოებს ეხა იხილავთ რა. დაგვიწერეთ ვისი ფოტო მოგეწონათ ყველაზე მეტად challenge. ხო. და ვინ იყო თემატიკა იყო კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ბუნებასთან შერწყმა. კი. და ვინ იყო ყველაზე მეტად შერწყმული? და ალბათ ახლა მანქანის ხმა გაიგეთ და ჩვენ დაგტოვეს. ეხლა ჩვენ ფრიზბის ვითამაშებთ, აგერ სანდრიკამ შემოგთავაზ. ოპა, დაგტოვეთ დროებით. წავიდით ეხლა ცოტა ხანი ფრიზბი.